მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, პირველი არხის ეთერშია 30-ე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მიმოხილვა, განახლდა ეროვნული ჩემპიონატი, განახლდა ძალიან საინტერესო მატჩებით, რამდენიმე ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა და ერთ-ერთი სენსაციის ავტორი გორის დილა, რომელმაც მოქმედი ჩემპიონის ქუთაისის ტორპედოს დამარცხება მოახერხა გასვლაზე რამაშანგელიას სახელობის სტადიონზე, მეორე ტურში უკვე ხვდებოდა კიდევ ერთ იმერულ გუნდს საჩხერის ჩიხურას. 38 წუთზე შეიქმნა ძალიან სახიფათო მომენტი საჩხერელთა კართან. ეს მომენტი მოყვა არეულობას, დავით რაჟამაშვილმა დაარტყა საბოლოოდ კარის მიმართულებით, მაგრამ საჩხერელთა მცველმა ცარიელი კარიდან მოახერხა ბურთის გამოტანა. პირველ ტაიმში საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა გორის დილამ, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ტორპედოს და საბოლოოდ როგორც გითხარით მოუგო კიდეც. ეს არის უკვე პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდი, როდესაც კუთხურს აწვდიდა საჩხერის ჩიხურა, მაგრამ ძალიან სწრაფი კონტრიერიში მიიღო მან გორელებისგან. ნონიკაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ავითარებს გორელთა იერის, ამას მოჰყვება რაჟამაშვილის ჩაწოდება, ფანცულაიამ დაარტყა თავით და საოცარი რეაქცია გამოავლინა საჩხერელთა ბოსნია-ჰერცეგოვინელმა მეკარემ დინო ხამზიჩმა. ხედავთ ახლო მანძილიდან თაურის მოგერიება მოახერხა, შემდეგ ძელით წაეხმარა საჩხერელებს და პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. ეს უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტებია, 69 წუთზე დაწინაურდა საჩხერის ჩიხურა, გიორგი გაბედავამ მოახერხა თავისი მორიგი გოლის გატანა ეროვნულ ლიგაში, დასწრებაზე კარგად ითამაშა საჩხერელთა მეცხრე ნომერმა და ანგარიში გახსნა თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე. კმაყოფილია საჩხერელი გულშემატკივარი, ისინი როგორც შან ელიან ნანატრ ჩემპიონობას თავისი გუნდისგან, მაგრამ წესით ძალიან გაუჭირდება საჩხერის ჩიხურას, მაგრამ გამოცდილი გუნდი დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებს. ეს კი კიდევ ერთხელ განმეორებით არანაირი შანსი მეკარეს არ ქონია, კარგად დაარტყა გიორგი გაბედავამ. 73 წუთზე გადავიდნენ გორელები მეტოქის ნახევარზე, კარგი გათამაშებული კომბინაცია, რაჟამაშვილის პასი საჯარიმოში აღმოჩნდა ნოდარ ქავთარაძე, რომელმაც ძალიან სწრაფად მოახერხა ადაპტირება ახალ გუნდში და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. ნოდარ ქავთარაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტორპედოსთან შეხვედრაშიც, აქ უშანსოთ იყო დინო ხამზიჩი. მოახერხა ქავთარაძემ ტორპედოს წინააღმდეგაც გოლის გატანა და ეს უკვე მისი მეორე გოლია ეროვნულ ლიგაში. 1-1 საბოლოო შედეგი დააფიქსირა ნოდარ ქავთარაძემ, მაგრამ შეიძლებოდა რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ეს ხედავთ უკვე 95 წუთის ეპიზოდია, დამატებულ დროში პენალტის დანიშნოს ითხოვდნენ ძალიან აქტიურად საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები, თუმცა თამაში იმ წამსვე დაამთავრა გიორგი ყრუაშვილმა, რასაც სტუმრების აღშფოთება მოჰყვა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა 1-1. ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საფეხბურთო კლუბმა რუსთავმა უმასპინძლა ქუთაისის ტორპედოს. პირველ ტურში რუსთავმა შემოგთავაზა ასევე სენსაცია და ამარცხა თბილისის დინამო ეროვნულ სტადიონზე, რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, უკვე ვთქვით, რომ ის დამარცხდა რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე დაძაბულ ბრძოლაში გორის დილასთან. ეს უკვე მეხუთე წუთის ფრაგმენტია, როდესაც სერიოზული შეცდომა დაუშვა ნუკრი რევიშვილმა რუსთაველთა მეკარემ, რითაც ისარგებლეს ქუთაისელებმა და გიორგი კუხიანიძემ მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში, გამეორებითაც გამოჩნდება, რომ ალბათ ქარიც დაეხმარა ამაში ქუთაისის ტორპედოს, მაგრამ გამოცდილი ნუკრი რევიშვილისგან ჩვენ მიჩვეული ვართ უმაღლესი დონის თამაშს, ასეთი შეცდომები საქართველოს ნაკრების მეკარეს ნამდვილად არ ეპატიება, ვერ მოახერხა ბურთის ხელებში დაფიქსირება, ამით ისარგებლა გიორგი კუხიანიძემ და სწრაფად დაწინაურდნენ ტორპედოს ფეხბურთელები. ფლობდა ტორპედო უპირატესობას, კიდევ ერთი დარტყმა, აქ უკვე კარგად თამაშობს ნუკრი რევიშვილი, ზედიზედ ორ სიტუაციაში მან მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა, ჯერ შორეულ დარტყმას გაუმკლავდა, შემდეგ ახლო მანძილიდანაც არ გაატანინა თავის მეტოქეს. პირველი ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ძალიან კარგი შანსი მიეცა რუსთავს ანგარიშის გასათანაბრებლად, კარგი კომბინაცია, რომელიც განვითარდა მარჯვენა ფლანგიდან. 1-1-ზე რჩება მეკარესთან გაბულოვი, რუსთაველთა ცენტრალური თავდამსხმელი, მან აჯობა მცველებს, დასარტყმელ პოზიციაზე გასვლაც მოახერხა, მაგრამ დარტყმა აღარ გამოუვიდა
რუსთაველ შემტევს გადარჩა ქუთაისის ტორპედო. ეს უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტებია, კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც შეეძლო ანგარიშის გათანაბრება საფეხბურთო კლუბ რუსთავს, ისევ გაბულოვი და ამჯერადაც ვერ მოახერხა მან გოლის გატანა. 99 წუთზე დიდი ძალებით იყო გადასული უკვე შეტევაში რუსთავი და კინაღა მეორე გოლიც გავიდა მათ კარში. კაპანაძე შეეძლო ყველაფრის დასრულება, მაგრამ ცარიელ კარში ვერ მოახერხა თორნიკე კაპანაძემ გატანა, რაც უჩვეულოა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქუთაისის ტორპედოს ფორვარდი წინა სეზონში, მაგრამ აქ მას არ გაუმართლა. საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით 1-0 ტორპედომ გასვლაზე დაამარცხა რუსთავი. ჩვენი მიმოხილვის მორიგი შეხვედრა ფოთის კოლხეთმა ზესტაფონში უმასპინძლა საბურთალოს. ერთ-ერთი აუტსაიდერია ფოთის კოლხეთი. შეგახსენებთ, რომ შარშან გადათამაშებაში მიიღო კოლხეთმა მონაწილეობა და მოახერხა მარტვილთან დაპირისპირების შემდეგ შენარჩუნება თავისი პოზიციების ეროვნულ ლიგაში. რაც შეეხება საბურთალოს, პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, დაამარცხა ეროვნული ლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი ბოლნისის სიონი და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებაში ფავორიტად მიიჩნევდნენ საბურთალოელებს და საბოლოოდ ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ ხარისხიანი ფეხბურთი შემოგთავაზა საბურთალომ და დამსახურებული 3 ქულაც აიღო. თუმცა პირველი ტაიმი, როგორც პირველ ტურში საბურთალომ ფოთის კოლხეთთანაც წააგო, მე-19 წუთზე საბურთალოს კარში ინიშნება 11 მეტრიანი დარტყმა. რა თქმა უნდა, წესების დარღვევა იყო. ლაშა გოგონაიამ შეასრულა 11 მეტრიანი, ფოთელთა კაპიტანმა და ანგარიში გაიხსნა. მე-20 წუთზე ფოთის კოლხეთი მოულოდნელად დაწინაურდა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე ჩანდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ამ ანგარიშის შენარჩუნება ფოთის კოლხეთს. ეს არის ეპიზოდი, როდესაც ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას საბურთალოს ფეხბურთელები. პირველივე წუთზე თამაშის განახლებიდან მეორე ტაიმში თორნიკე გორგიაშვილი ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას. მის პირველ დარტყმას კარგად დაუხდა ფოთელთა მეკარე, მაგრამ დამატებაზე კვლავ პირველი აღმოჩნდა გორგიაშვილი და თავისი პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში. ეს უკვე 54 წუთის კადრებია, როდესაც გიორგი კოხრეიძემ ითამაშა შესანიშნავად, ასევე კარგი იყო აქ დიასამიზე, რომელიც ლოკომოტივიდან შეუერთდა საბურთალოს. პასი ზუსტი იყო და დარტყმა ხომ საერთოდ შესანიშნავი გამოუვიდა გიორგი კოხრეიძეს, საბურთალო უკვე წინ იყო. ამის შემდეგ კვლავ დიდი უპირატესობა ჰქონდა საბურთალოს და თავისი პირველი გოლის გატანაც ახალი გუნდის რიგებში მოახერხა გიორგი რეხვიაშვილმა, ისიც დიასამიძის მსგავსად ლოკომოტივიდან შეუერთდა საბურთალოს და პირველი გოლიც გაიტანა. დაუცველი იყო რეხვიაშვილი, მეკარეც ვერ ხედავდა დარტყმის მომენტს, ახლო მანძილიდან არანაირი შანსი არ ქონია ფოთელთა მეკარეს. 3-1 უკვე სერიოზული გახდა საბურთალოს ოპირატესობა. 98 წუთზე კი კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა ამ შეხვედრაში. დიმიტრი ტატანაშვილის წინააღმდეგ ლაშა გოგონაიამ დაარღვია თამაშის წესები. არბიტრმაც უყოყმანოდ დანიშნა პენალტი და თავად დაზარალებულმა შეასრულა 11 მეტრიანი. დიმიტრი ტატანაშვილმაც გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი ახალი გუნდის რიგებში. 4-1 ეს არის საბოლოო ანგარიში, დიდი ანგარიშით მოიგო საბურთალომ და ის გახდა 1-0 ლიდერი ეროვნული ლიგის 2 ტურის შემდეგ. მეორე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩატარდა ვაკეში ლოკომოტივზე. თბილისის ლოკომოტივმა დერბიში მიიღო თბილისის დინამო, რა ძალიან საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, შეხვედრა. ორივე გუნდმა პირველ ტურში მარცხი განიცადა და რა თქმა უნდა, ორივე მათგანს სურდა თავისი პირველი 3 ქულის ჩაწერა. რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ, რომ თბილისის დინამომ ბოლო ტურში დაკარგა ჩემპიონობა, ამას სერიოზული ცვლილებები მოჰყვა კლუბში და პირველ ტურშიც მარცხმა ალბათ კიდევ უფრო გააბრაზა კახა კაჭარავა. საგულისხმოა ის, რომ 21 წუთზე ამ შეხვედრაშიც მარცხდებოდა დინამო. შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა შონიას, ბათუმის დინამოს ყოფილ კაპიტანს, რომელმაც კარიერა გააგრძელა თბილისის ლოკომოტივში. ცუდად გამოიტანა ბურთი ლაშა თოთაძემ, ის მიუვიდა
თემურ შონიას, რომელმაც უძლიერესად დაარტყა კარის მიმართულებით, ვერ ხედავდა მეკარე დარტყმის მომენტს და ანგარიში გაიხსნა. თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სიტუაცია მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. ეს არის მე-40 წუთი, როდესაც ოთარ კიტეიშვილის დარტყმას ვერ გაუმკლავდა რევას თევდორაძე. მაღალი კლასის მეკარეა რევას თევდორაძე, მაგრამ ამ შემთხვევაში მან შეცდომა დაუშვა. იქ იყო მცირე რიკოშეტიც, როდესაც შეიცვალა ბურთმა მიმართულება, მაგრამ ოდნავ კურიოზული გამოვიდა მაინც ეს ეპიზოდი. დინამომ ანგარიში გაათანაბრა. გათანაბრებიდან ზუსტად 2 წუთში დინამო უკვე წინ იყო, შესანიშნავად იმოქმედა დინამოს ახალწეულმა გიორგი ივანიშვილმა, ერთი მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში გაუტანა ლოკომოტივს. პრაქტიკულად 2 წუთში გააკეთა თამაში თბილისის დინამომ, ძალიან კარგი უპირატესობა მიიღო შესვენებამდე ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა, ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა და უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, გიორგი ივანიშვილის მოქმედებაც ძალიან კარგად მაღალ დონეზე შეასრულა და დაასრულა ეს ეპიზოდი. 2-1 პირველი ტაიმი თბილისის დინამომ დამაჯერებლად მოიგო. მეორე ტაიმიც მიმდინარეობდა დინამოს უპირატესობით, გამოჩნდა რომ გუნდს აქვს რესურსი და 54 წუთზე ალბათ ყველაფერი დაასრულა აი ამ კომბინაციამ. ბუდუ ზივზივაძემ კარგი პაუზა აიღო, გაატანა ბურთი აკაკი შულაიას, რომელიც დარჩა 1-1-ზე მეკარესთან და გატანა აღარ გასჭიროებია. ორბურთიანი უპირატესობა მიიღო თბილისის დინამომ და კახა კაჭარავაც, რომელსაც კადრში ხედავთ, უკვე თითქმის დამშვიდდა. რა თქმა უნდა, ბუდუ ზივზივაძე სერიოზული ძალაა თბილისის დინამოსთვის, გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სამტრედიელთა ჩემპიონობაში, უკვე დინამოსთვის გაიტანს. ეს არის უკვე მატჩის ბოლო წუთები, შეცდომა ლოკომოტივის მცველების, ბურთი ჩაიჭრა და კიტეიშვილის დუბლი 93 წუთზე კარგი დარტყმა გამოუვიდა ოთარ კიტეიშვილს და საბოლოოდ თბილისის დინამომ დერბიში 4-1 დაამარცხა ლოკომოტივი. მიულოცოთ დინამოს გულშემატკივარს პირველი 3 ქულა, რომელიც 30-ე ჩემპიონატში მოიპოვა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა. ჩვენი მიმოხილვის ბოლო შეხვედრა საქართველოს გასული სეზონის მესამე გუნდი სამტრედია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა მოუწევს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეთამაშებოდა ეროვნული ლიგის დებიუტანტს ბოლნისის სიონს. საინტერესო თამაში გამოვიდა, მაღალ ტემპში უტევდნენ ერთმანეთს გუნდები. უნდა ვთქვათ ის, რომ არაფერი დაუთმო ეროვნული ლიგის დებიუტანტმა უფრო გამოცდილ გუნდს. ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა ბოლნისის სიონმა და ეს არის პირველი მომენტი, როდესაც შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა. ბოლნისის სიონის შეტევას ვადევნებთ თვალს, როდესაც ვალდებულები იყვნენ რომ გაეხსნათ ანგარიში, მაგრამ ამ სიტუაციაში ჯერ სიხარული ამ ვერ დაარტყა კარგი პოზიციიდან, რასაც ჯაბა დვალის ახლომანძილიდან დარტყმა მოჰყვა და კარგად ითამაშა ამ სიტუაციაში ომარ მიგინეიშვილმა. ამას მოჰყვა აი ეს ეპიზოდი, კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ დაახლოებით 9 მეტრიდან ცარიელ კარში ურტყამდა გულვერთ თომაშვილი, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა, კურიოზული სიტუაცია იყო. გადარჩა სამტრედია და მაშინვე შეეძლო დაწინაურება მაიკლ ოლაიტანის დარტყმის შემდეგ. მიხეილ მუჯრიშვილმა სასწაული რეაქცია გამოავლინა და რიკოშეტს გაუმკლავდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოლაიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო, პირველივე ტაიმში მან ფეხი მოიტეხა და ალბათ დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს. მეორე ტაიმში კიდევ უფრო აქტიურად შეუტია ბოლნისის სიონმა და 48 წუთზე ომარ მიგინეიშვილის შეცდომის შემდეგ თავისი პირველი გოლის გატანა მოახერხა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში. ჯაბა დვალმა, გამოცდილი ფეხბურთელი, ბოლნისის სიონის კაპიტანი, რომელიც გამოირჩევა ბევრი გოლებით საქართველოს ჩემპიონატში, აქაც შეირგო მან მეტოქის მეკარის საჩუქარი და არანაირი პრობლემა არ ჰქონია გასატანა. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუტია სამტრედიამ უშასოსიაშვილმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, გააძლიერა შეტევა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 71 წუთზე 11 მეტრიანი ინიშნება სტუმართა კარში, მაგრამ ახალწეულმა სამტრედიელთა ფატიჩმა ძალიან ცუდად შეასრულა 11 მეტრიანი, არანაირი შანსი აქ მას გატანის არ ქონია. მიხეილ მუჯრიშვილი კი მატჩის გმირად იქცა. კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი ლეგიონერი, უკვე ვეილი, ჰოლანდიელი მოთამაშე ურტყამდა კარის მიმართულებით, კარგი პასის შემდეგ, მაგრამ აქ უკვე ძალიან გაუმართლა ბოლნისის სიონს, ბურთი მოიგერია
ზელმა. საბოლოოდ ბოლნისის სიონმა სენსაცია შემოგთავაზა და აართვა 3 ქულა სამტრედიას, რომელსაც ჰქონდა შანსი რომ გამხდარიყო საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი. საბოლოოდ 2 ტურის შემდეგ საბურთალო ლიდერობს ეროვნულ ლიგას, ხედავთ მეორე ტურის ანგარიშებს, დილა ჩიხურა 1-1, რუსთავი ტორპედო 0-1, კოლხეთმა 1-4 წააგო საბურთალოსთან, იმავე ანგარიშით მოიგო თბილისის დინამომ დერბი ლოკომოტივთან და ბოლნისმა დაამარცხა სამტრედია. შემდეგ ტურში დინამო მიიღებს სამტრედიას, ტორპედო ლოკომოტივს, ჩიხურა რუსთავს, სიონი კოლხეთს, საბურთალო კი ეთამაშება საკუთარ მოედანზე გორის დილას. როგორც მოგახსენეთ, საბურთალო არის პირველ ადგილზე 2-დან 2 მოგებით, მეორეა ჩიხურა და დილა, მეოთხეზეა თბილისის დინამო, მეოთხედან მერვემდე გუნდებს 3-3 ქულა აქვს. ჯერჯერობით არც ერთი ქულა არ აქვს ლოკომოტივს და კოლხეთს. გადაცემა დავიდა.